დიდი მადლობა რომ მომეცა შესაძლებლობა რომ განცხადება გავაკეთო. განცხადება მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ უშუალოდ ჩვენ საქმეზე ჩემი აზრით და ეხლა რასაც ვიტყვი ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და არა საერთო აზრი. ხორციელდება პირდაპირ ზემოქმედება და ზეწოლა. ეხლა რაც გულისხმობ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას გვინდა რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობდით. და ვინმეს რამე პასუხისმგებლობა თუ აქვს, უნდა გადაწყვეტოს, ვინმეს რაღაც რამე პასუხისმგებლობა თუ ეკისრება, უნდა გადაწყვეტოს სასამართლო. მე მგონი ამ ყველაფერზე ვთანხმდებით. ეხლა რატომ ვიძახი ამ ყველაფერს? დაახლოებით 1 კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ აგვადანაშაულა ჩვენ, იმაში რასაც პროკურატურა გვედავება, ანუ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ უკვე დამნაშავეები ვართ, ფეთის და არ გვია უდანაშაულობის პრეზუმცია. წინასწარ მოგვისაჯა და მე დაიწყო ლაპარაკი რაღაც ჰუმანურობაზე. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რამე პასუხისმგებლობა არის საჭირო და ამეკისროს, ეს უნდა გადაწყვეტოს სასამართლო. ეს ერთი. მეორე. როცა ადამიანს შეუძლია რომ ქალს, პატიმარ ქალს ცილისამრებით და ტყუილით შეეხოს და როცა შეუძლია რომ პატიმრის ოჯახზე ილაპარაკოს ისე როგორც ილაპარაკეს, ეს არის არაკაცობა და მეტი არაფერი. დავამატებ კიდე ერთ რამეს ვიტყვი და დავამთავრებ ძალიან მალე. მე აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ. და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება კიდე ერთხელ ვიმეორებ. და კიდე ერთი რამე. ეს უკვე სხვებს ეხებათ და მიუხედავად მიხვდება. სანამ რაღაცას დააპირებთ და ცდილით, უნდა იცოდეთ ვისთან ცდილობთ და ვისთან პირდავთ. დიდი მადლობა.